2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკაში ამოცანა ნომერი 24. მინიმუმ რა კინეტიკური ენერგია უნდა ჰქონდეს m მასის პატარა ძელაკს a წერტილში, რომ მან მიაღწიოს c წერტილს, თუ h2 მეტია h3-ზე და მეტია h1-ზე. თავისუფალი ვარდის აჩქარებაა ჟ, ხახუნის შეგიძლიათ უგულებელყუთო მოგვახსენეს. კარგით, ესე იგი, მოდით ახლა გავანალიზოთ ეს ამოცანა, გაზუგითხებიან. ესე იგი, გვაქვს h1 სიმაღლეზე, რაღაც m მასის სხეული, ეს არის h1 სიმაღლე. და დავუშვათ ახლა თუ ჩვენ ავდგებით და უბრალოდ ამ m მასის სხეულს გავუშვებთ ხელს, ნუ ეს სხეული დაიწყებს მოძრაობას, აი ამ წერტილში გაუხდება კინეტიკური ენერგია მაქსიმალური, რადგანაც აქ პოტენციური ენერგია არ გვაქვს. დეუს ამას ენერგია გვენახება, რადგანაც გითხრეს, რომ ხახუნი შეგიძლიათ უყურებელყოთო და თუ უბრალოდ ხელს გავუშვებ, ის აი იგივე სიმაღლეზე, იგივე აი h1 სიმაღლემდე ამოვა, h1 სიმაღლემდე ამოვა და დაიწყებს აი ამ არეში ოსცილირებას, ოსცილაციას. მაგრამ ჩვენ გვინდა ჩვენი მიზანი არის, რომ აი ამ c წერტილამდე მოვიდეს, როგორც გითხრეს. მაგრამ ამ c წერტილამდე რომ მოვიდეს, საჭირო არის, რომ აი ეს b წერტილი გადალახოს, კერძოდ აი ეს ბორცვი რაც ვიხატია, ამ ბორცვს გადაცდეს. ესე იგი ჩვენ გვინდა, რომ აი ამ m წერტილს კიდე რა ენერგიაც აქვს, კიდეც დამატებით გარედან მივანიჭოთ გარკვეული ენერგია, ანუ რას გულისხმობ, დავწეროთ მოდით. ესე იგი ამ მასის სხეულს აქვს h1 სიმაღლეზე mgh1 პოტენციური ენერგია, ამას კიდე გარედან უნდა გადავცეთ, დავუმატოთ კინეტიკური ენერგია, რაღაც კინეტიკური ენერგია mv კვადრატ ნახევარი და ეს უნდა გაუტოლდეს აი ამ b წერტილში ენერგიას. b წერტილში კიდე პოტენციური ენერგია იქნება mgh2. აი ეს ნაწილი კიდე არის e კინეტიკური. ეს არის e კინეტიკური. ახლა აქედან რა გამოგვდის, მოდი გადავწეროთ, ესე იგი mgh1 თუ დავუმატებთ აი ამ კინეტიკურ ენერგიას, e კინეტიკურს, ეს უდრის mgh2-ს, საიდანაც e კინეტიკური გამოგვივა mgh2-ს მინუს mgh1 და ახლა აქ ჩვენ თუ mg-ს ჭირებს გარეთ გავიტანთ, ჭირებში დაგვრჩება h2-ს მინუს h1, plus h1, ესე იგი გამოგვდის, რომ უნდა გადავცეთ e კინეტიკური ენერგია, რომელიც ტოლი არის mgh2-ს მინუს h1. ეს კი არის პასუხი, მოდით შევხედოთ, რომელი არის ეს არის პასუხი პასუხი E.